ანუ რას მეუბნები, სამი ამორტიზატორი უყენია შენს ნივას? სამი ამორტიზატორი უყენია, აი როგორც დილით რო სამი ჭიქარაკი დელიო, ისე არის ესეც. სამი ამორტიზატორი. ხალხს ეგონება რომ არაყი მაგრად გიყვარს. შეხედეთ. ახლა მოგზავნი ქეთო ბატონო. ეს არის თავის ადგილზე დაყენებული ამორტიზატორი. აქეთაც და აქეთაც. ეხლა ერთ სარი კიდე დავამატე უტკივლეულოთ, აი მესამე ამორტიზატორი უყურე შტანგაზე დგება. ცოტა გრძელი ბოლტი უნდა აქედან გავუყარო. და მაღლა კიდე აი აქ შეანათე დაინახე. აი აქ დგება ჟიგულის წინა ამორტიზატორის ძიე. ზუსტად მიდის. დადუღდება ზედ მაღლა. ეგ არის გამოვიდა საათივით, აღარ იქანებს მანქანა. ეს შენი ექსკლუზივია? ეს უცბად მოიფიქრე დღეს 10 წუთში დავაკეთე. მეთქი რა გავაკეთო, მაგრამ ნუ კარგია რა. დღეს ერთი 200 კილოედო მოდიოდა ტრასაზე სისილით მოდიოდა. ეს არა ქანობს მანქანა ვახში. მაგარია. ეს ვასწავლოთ მერე, სხვა ვიდეოში. კი ბატონო, ვისწავლოთ. ადვილი, აი აქეთ შემოახედე როგორ არის დამაგრებული ზედ. აი მაგალა ჩაასაკა. კი. სხვა პრობლემას არ შეუქმნის, ხო, მანქანა? არაფერს აბსოლუტურად. პირიქით, ცუდ გზებზე იჭერს აღარ აქანაობს და დაგროზულ მდგომარეობაში აღარ აქანაობს, მოდის კარგად. ანუ რას მეუბნები, სამი ამორტიზატორი უყენია შენს ნივას? სამი ამორტიზატორი უყენია, აი როგორც დილით რო სამი ჭიქარაკი დელიო, ისე არის ესეც. სამი ამორტიზატორი. ხალხს ეგონება რომ არაყი მაგრად გიყვარს. არა, სულაც არ გიყვარს. აი ახლა მოვიდა, აი მანქანას გავაქანებ და შეხედავთ როგორ აკვანივით არის, ნელა ირწევა. ეხლა ამოვიდე. ეს ზოგს დააწერე. უცბად ავარდება მაღლა. თუ ამორტიზატორების ხა. მაგრამ აი ახლა მეც რო დავქნო. გაჩერებულია და მე ნელა ამოდის თავისით მაღლა. ეხლა უყურეთ. აი როგორ ნელა ამოდის ისე მაღლა. მარცხენა მხარეს აყენებ ანუ. მარცხენა მხარეს კარგად მიდის. ისე რომ 10-15 წუთში დგება რა. ოი, როგორ ამოდის? კიდე ერთიც. აბა ნახოთ. საავო. ნელა. ჩამომართხე.